Amures 350 მეტრიან ტრასაზე ერთმანეთს რეგიონის ნაკრებში მოსახვედრად დაუპირისპირდება გომარდული სლალომში აჭარის პირველობას მასპინძლობს ტრასაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების ზომები. ტურნირის სპეციალურ სლალომში 2 ეტაპად ჩატარდება. Როგორ უნდა ჩატარდეს აჭარის პირველობა უსაფრთხოების რა ზომებს უნდა აკმაყოფილებდეს ტრასა სპეციალური სლალომისთვის და რამდენ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება პირველობა. ამ და ტურნირის სხვა დეტალებზე საქართველოს სათხილამურო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებმა გომარდულში მწვრთნელებთან და მსაჯებთან ისაუბრეს. საუბარი რეგიონში სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივასაც შეეხო. ამის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მწვრთნელებისა და მსაჯების გადამზადებაა. ჩვენ ჩავატარეთ სემინარი და ჩავუტარეთ აჭარის მთიან რეგიონს სემინარი იმის თაობაზე თუ როგორ უნდა დაიცვან უსაფრთხოება მთაზე, როგორ უნდა ჩაატარონ გარკვეული დონის შეჯიბრი, რომ ექვემდებარებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, თუ რანაირად უნდა მოამზადონ მწვრთნელებმა და თვითონ მწვრთნელები როგორ უნდა მომზადდნენ და როგორ უნდა გაიარონ ტრეინინგი იმათმა, რომ კვალიფიკაცია იმისთვის, რომ მოამზადონ სპორტსმენები და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით ჩამოვედით აჭარაში, კერძოდ გომარდულში, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბავშვი დიდი ენერგიით, სიხარულით დგას თხილამურზე და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათი ეს ენთუზიაზმი გადავიტანოთ და დავეხმაროთ სპორტული ცხოვრების ჩამოყალიბებაში. გომარდული მსგავსი მასშტაბის პირველობას უკვე მეოთხედ მასპინძლობს. 350 მეტრიან ტრასაზე ხვალ 3 ასაკობრივი კატეგორიის 36 სპორტსმენი დაეშვება. ისინი საუკეთესო შედეგის ჩვენებას და საქართველოს სათხილამურო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლების წინაშე თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას შეეცდებიან. სპეციალური სლალომისათვის მინიმალურ მოთხოვნას მხედველობაში მაქვს ტრასის დახრილობა, მხედველობაში მაქვს ტრასის სიგრძე, მინიმალურ მოთხოვნას ჯერჯერობით აკმაყოფილებს მხოლოდ გომარდული სათხილამურო ბაზა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ჩავატარებთ შეჯიბრებებს დანის პარაულისა და კედლების სათხილამურო ბაზაზე, რა თქმა უნდა, იქაც ჩატარდება ეტაპობრივად შეჯიბრებები. ვფიქრობ, ეს ხელშეუწყობს ჩვენი რეგიონის სამსათხილამურო კურორტის განვითარებას, მიუხედავად ამისა მოგესალმებათ, რომ აჭარაში გარდა გომარდულისა მიმდინარეობს კედლებისა და დანის პარაულის უშუალოდ ღოდერძის უღელტეხილის სამსათხილამურო კურორტის განვითარება და ეს ხელშეუწყობს არა მხოლოდ თქვათ სპორტის განვითარებას, არამედ ტურიზმის განვითარებას ჩვენს რეგიონში, ეკოტურიზმის განვითარებას. საუკეთესოებით აჭარის ნაკრები უნდა დაკომპლექტდეს, რომელიც მონაწილეობას საქართველოს თასის 6-ვე ეტაპზე და საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს. ახალგაზრდა სპორტსმენებმა ეს კარგად იციან, ამიტომ ინტენსიურად ემზადებიან და მწვრთნელის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებენ. სისტემატიურად ვარჯიშობდით, ტრენერებიც ხელს გვიწყობდნენ იმისათვის, რომ გამოვსულიყავით მომზადებულები და რაც შეგვეძლო, აი ტრენერებმაც ენერგია არ დაიშურეს და ჩვენ სპორტსმენებსაც რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ხვალიდელ დღეს მომზადებული დავხვდარიყავით. სულ 3 თვეა მეცადინება მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობენ 5 ჯგუფი გომარდულისა, 5 ჯგუფი ხულოს რაიონის ჯგუფები და მოსწავლეები არიან მზადყოფნაში იმისათვის, რომ ეს შედეგები გაიმეორონ გასული წლის შედეგები. იმისთვის, რომ ხვალინდელი პირველობისთვის ტრასა იდეალურად იყოს მომზადებული, ორგანიზატორები სპეციალურ სამუშაოებს ატარებენ და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დასაცავად გამოცდილი კოლეგების მითითებებს ითვალისწინებენ. აუცილებელი არის, რომ თქვათ სათხილამურო ტრასა და საბაგირო გზა უნდა გამიჯნული იყოს ერთმანეთისგან. სასურველია თუ ეს იქნება სათხილამურო დამცავი ბადეები, თუ ამის საშუალება არ არის რაღაც მიზეზებით, მაშინ სასურველია გაკეთდეს თოვლისგან დამცავი ჯებირი, რომ არ მოხდეს საბაგიროსთან მოთხილამურის შეჯახება. აჭარის პირველობით დაინტერესება დიდია, ამიტომ საგზაო დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. თოვლის საფარის სიმაღლე გომარდულში მეტრზე მეტია, კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა კი გაწმენდილი. ასე რომ გომარდულს ნებისმიერმა მსურველმა შეუძლია ეწვიოს და თავის რჩეულ სპორტსმენს უგულშემატკივროს. საგზაო დეპარტამენტის ძალისხმევითა და ძალით ყოველდღიურად შესაძლებელია იქ ტრანსპორტის მოძრაობა. განსაკუთრებულად ყინვის პერიოდში მიზანშეწონილია, რომ მძღოლებმა ისარგებლონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა ყოველ დღეს
ყოველთვის შესაძლებელია და ტურისტებს აქვთ უფლება, რომ ყველანაირი ტრანსპორტით ისარგებლონ და იმოგზავრონ გომარდულის საკურორტო ბაზაზე. აჭარის პირველობა ორწრედ ჩატარდება, გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ. ჩემპიონატის სპეციალურ სლალომში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და საქართველოს სათხილამურო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.